პირველი დავიწყოთ იმით, რამ გამოიწვია, რა მიგვიყვანა აქამდე, ხო? როდესაც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის კონგრესის ქვედა პალატა იღებს ასეთ მკაცრ საკანონმდებლო აქტს, გარდა იმისა, რომ ეს არის სამართლებრივი აქტი, არის პირველ რიგში პოლიტიკური განაცხადი და აქ მე მინდა ხაზი გავუსვა რა რაოდენობის კონგრესმენებმა დაუჭირეს მხარი, ხო? 350-მდე, 359 უფრო ზუსტად. მხარდაჭერა აქვს და მხოლოდ 42 არის წინააღმდეგი. სხვაშორის 290 ხმა ყოფილა საჭირო, როგორც ამბობენ, თუმცა როგორც აღნიშნეთ 359 და წინააღმდეგი არის მხოლოდ ეს რიცხვებიც რაზე მეტყველებს? კი, ეს რიცხვები მეტყველებს პირველ რიგში იმაზე, რომ ეს არის ფაქტობრივად სრული მხარდაჭერა, ეს არის ორპარტიული აქტი. თუ კი ოცნება გამოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ აი 20 იანვარი მოვა და ტრამპი როგორც იტყვის, ისე იქნება და მე დავითაშვილის ვიზიტი მთელი თავისი შემადგენლობით და დელეგაციით ყველა ძალიან კარგად გვახსოვს და რა ვიცი 20 იანვრის შემდეგ 3 თვეზე მეტი გავიდა და ბოლოს ვიხილეთ აქტი, რომელიც არის ორპარტიული, ანუ მისი წარდგენი ინიციატორი არის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და საბოლოო ჯამში ქვედა პალატაში კონგრესის, ანუ ამერიკული პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა ფაქტობრივად რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს, ხო? ანუ 359-42-ის წინააღმდეგ ეს არის ორპარტიული მიდგომა იმ მავნებლობაზე, რა მავნებლობასაც ხედავთ ოცნება ახორციელებს უკვე ამდენი წელია. ეს ერთი, ანუ აქ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არის სრულად მხარდაჭერილი ორივე პარტიის, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მხრიდან. მეორე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ეს მორიგი ბუტაფორია და ფეიკი, ანუ ტყუილი, რასაც საკუთარ ამომრჩეველს ასაღებდა ოცნება, რომ დადგება 20 იანვარი და ჩვენ ყველაფერს გადავალაგებთ და ტრამპი როგორც იქნება ისა. ესეც გასკდა საფნის ფუშტივით, ყველამ დაინახა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი, იდგა მთელი ეს პროპაგანდა ტყუილზე. და ყველაზე მძიმე ჩემთვის, როგორც პირველ რიგში მოქალაქისთვის და პოლიტიკოსისთვის არის ის, რომ აი ამ უსუსურობამ ოცნების და ოცნების მავნებლობამ და ილუზიებში ცხოვრებამ, სრულად აცდენილობამ რეალობასთან რა შედეგამდე მიგვიყვანა. ჩვენ ყავს მეზობელი ოკუპანტი მტერი, რომელსაც 20%-ზე მეტი ჩვენი ტერიტორიის აქვს მიტაცებული ძალით, ოკუპირებული უბრალოდ ძალმომრეობით და სტრატეგიული პარტნიორები, ანუ მეგობრები ჩვენი ქვეყნის, რომლებიც მათ შორის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტის დაცვაში გვეხმარებიან და გვეხმარებოდნენ მუდმივად ჩვენი მეგობრები გადაგვიკიდა. ეს არის ფუნდამენტური სიმძიმე და ღალატი, თუ კი შეიძლება რამის დაერქვას ქვეყნის ღალატი არის, როდესაც საკუთარ ქვეყანას, რომელიც ისედაც ყველაფრის მიღმა, ისედაც ბევრი უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის წინაშე დგას და არის ოკუპირებული, ტოვებ იზოლირებულს, მარტოს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ოცნების პოლიტიკა, ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკამ, თორე პოლიტიკასაც ვერ დაარქმევ, რასაც ესენი აფუჭებენ, ოცნების ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკამ მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორებიც კი გადაგვკიდა. ქართული კოშმარი შეარქვეს ქართულ ოცნებას მეგობარი აქტის ავტორებმა სამწუხაროდ ეს ეპითეტი უშინაც ისმოდა წარმომადგენელთა პალატის ხდომაზე. ამერიკიდან ქართულოვანა ახალი სანქციები დიდი ალბათობით იქნება, თუმცა აი რა უნდა ეშველოს იმ გარემოებას, რომ თავად ქართული ოცნების მტკიცებით სანქციები მათთვის არაფერს ნიშნავს. აი რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება პოზიციას არც ამერიკული სანქციების ამოქმედების შემდეგ შეიცვლის. კი ბატონო, მივალ მაგამდე აქვე მინდა სანამ ამ კითხვაზე გადავალთ ლეო თქვენის ნებართვით, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია მოლოდინების სწორი მართვა. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც გუშინ იქნა მიღებული, ძალიან მძიმე, მაგრამ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და სრული პასუხისმგებლობა მასზე ეკისრება ოცნებას. პროცედურულად მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა და მაყურებელმა იცოდნენ რა ხდება. ანუ ეს არის ქვედა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. შემდგომ ამას მოსდევს ზედა პალატის კონგრესის, ანუ იქაური პარლამენტის ზედა პალატის, ანუ სენატის მიერ არის მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა ვიცით რა, რომ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკვე დაუჭირა მანამდე დაჭერილი ქონდა მხარი ამ აქტისთვის, ეს განწყობებს გვიჩვენებს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, აბსოლუტური მოლოდინი არის, რომ სენატიც ჩვეულებრივად დაახლოებით იმავე პროპორციით, შეიძლება უფრო მეტი პროპორციით დაუჭერს მხარს ამ აქტს. ამის შემდეგ აქტი ეგზავნება, ასია მოწყობილი მათი კონსტიტუცია ეგზავნება პრეზიდენტს ტრამპს და მას შემდეგ რაც პრეზიდენტ ტრამპი ხელს მოაწერს,
მერე უკვე აღსრულებისთვის ამ აქტში, საკანონმდებლო აქტში გაწერილი ქმედებების აღსრულებისთვის ასევე ცალკე ვადებია დადგენილი. ხო, ზოგიერთ შემთხვევაში 90 დღე, 120 დღეა, ეს იმას არნიშნავს, რომ მაინც და მაინც 120 დღე დაჭირდება. ხო, ეს არის მაქსიმუმი დღეთა რაოდენობა, ამიტომ ეს პროცესი არის განგრძობადი პროცესი, როგორც ჩანს, მთელი ზაფხული ცხელი იქნება. ხვალ არ უნდა ველოდოთ კი, ხვალ არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ეს იქნება, ესე ვთქვათ, განგრძობადი პროცესი და ზაფხული როგორც ჩანს, იქნება ცხელი. რაც შეეხება ოცნების რეაქციებს, სხვათა შორის აი დილიდან ვაკვირდები რა რეაქციებს მისცემდა ოცნების წარმომადგენლები, ჯერჯერობით აბსოლუტურად უცნობი ეგრეთ წოდებული სპიკერები ლაპარაკობენ, რაც ნიშნავს იმას, რომ და არ ლაპარაკობენ, ესე ვთქვათ, მთავარი სპიკერები, ანუ ლიდერები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერჯერობით როგორც ჩანს, ტაქტიკა და მესიჯ ბოქსი, ანუ რა თქვა და რა კომენტარი გააკეთონ, როგორც ჩანს ამ ეტაპამდე ჯერჯერობით შემუშავებული არ არის. დაველოდოთ ვნახოთ, მაგრამ ყველა ძალიან კარგად გვახსოვს ის ნარატივი, Deep State-ის ნარატივი, ოციანურის ნარატივი, ტრამპი როგორც იტყვის, ყველაფერი ისე იქნება ნარატივი და ახლა ალბათ კომიკური შემოგვინება მოხდა. ევროპაზე და ევროკავშირზეც ვისაუბროთ, უფრო რომ ქართული ოცნების მიმართ რეაგირებას არა მხოლოდ შტატებისგან, არამედ სწორედ ევროპელი პარტნიორებისგან ელოდება ქართული პოლიტიკური სპექტრი, ხო? აი თქვენმა ლიდერმა გიორგი გახარიამ მისცა უცხოურ მედიას ინტერვიუ და სწორედ მისი განცხადებით კონტექსტში მინდა დაგისვათ კითხვა. გიორგი გახარია განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი ქართულ ოცნებაზე ზემოქმედება ისე, რომ არ დაზიანდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კი ბატონო, თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს, თუ დააყენებს ქართული ოცნების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელებს პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს ევროპული პერსპექტივა, ამბობს გახარია. საინტერესოა, თუმცა აქ ჩდება კითხვა, რატომ არ სვამენ ევროპელი პარტნიორები საკითხს სწორედ ასე, როგორც ამას ხედავს გიორგი გახარია. აი რა გგონიათ მიზეზები იმის, რომ ევროპელი მეგობრები, ევროპელი პარტნიორები ქართული ოცნების მისამართით მიმართ არ აყენებენ ერთგვარ ულტიმატუმს, რომ თუ კი არ იქნება ახალი არჩევნები და არ მოხდება აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება, ვერ მიიღებენ საერთაშორისო ლეგიტიმაციას. ეს ნამდვილად ასეა, ნელა უფრო მეცაც გეტყვით, ყველა ჩვენი კომუნიკაცია და შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებთან იწყება და მთავრდება პოლიტპატიმრების დროულად გათავისუფლების აუცილებლობით. და არჩევნები, ახალი არჩევნები ზოგადად ასე მიიჩნევა, ეს მარტო საქართველოში არ არის ქვეყნებში, სადაც არსებობს პოლიტიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის, ანუ ნორმალიზების, ვითარების, სტაბილიზაციის და ნორმალიზების ყველაზე უმტკივნეულო გზა ბუნებრივი არის არჩევნები. ნორმალურ ქვეყნებში ყოველ შემთხვევაში ასე ხდება, ხო? რაც შეეხება ევროპას, სხვათა შორის ჩემი მოლოდინია, რომ მეგობარი აქტის საბოლოო მიღებას, როგორც პოლიტიკური აქტის დავანებოთ ცოტა ხანი სამართლებრივ გაგრძელებას, ხო, იქ საკუთრებასთან მიმართებით რა შეიძლება ოცნების წევრებმა იწვნიან საკუთარ ტყავზე, ესე ვთქვათ, და იგივე ვიზაბენებთან, ვიზების აკრძალვასთან, ამ ნაწილს, სამართლებრივ ნაწილს რო დავანებოთ, თავის არის პირველ რიგში პოლიტიკური აქტი. შესაბამისად, მე მაქვს მოლოდინი, რომ მეგობარ აქტს, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ აქტს, რომელსაც ისეთი მხარდაჭერა აღმოაჩნდა, როგორიც აღმოაჩნდა, შესაძლოა და დიდი ალბათობით ექნება გადამდები ეფექტი, მათ შორის ევროკავშირის როგორც წევრი სახელმწიფოების პოლიტიკაზე, ისე ევროკავშირის და როგორც ორგანიზაციისა. ყველა ძალიან კარგად გვესმის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათ შორის რეგიონში, რომ ევროკავშირს მხოლოდ საქართველოს არ აქვს, ხო, მაგიდაზე დღის წესრიგში, ანუ ძალიან ბევრი წავე პოლიტიკური, მათ შორის გლობალური პოლიტიკის თვალსაზრისით გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო და მათ შორის ევროკავშირი და ეს ბუნებრივი და გასაგებია ჩემთვის, რომ შეიძლება აქამდე საქართველოსთან მიმართებით რაღაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, როგორ შეიძლება მიუდგეთ ამ საკითხს, ისე მიუდგეთ თუ ასე მიუდგეთ, მაგრამ მე მაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მას მერე რა ეს აქტი საბოლოო ძალაში შევა, შესაძლოა ქონდეს გადამდები ეფექტი ევროკავშირისთვისაც. ახლა გადმოვიდეთ ევროკავშირზე. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც ისეთ ყოველთვის ისე იყო, ხო, ისტორიულად ძალიან პოლიტიკურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ამბობს ხოლმე საფრანგეთის პოლიტიკა როგორია და რას ამბობს გერმანია. გერმანიის შემთხვევაში იცით, რომ თქვენ უბრალოდ ახლა გერმანია გადის მთავრობის კომპლექტაციის პროცესს, კი ბატონო. პრინციპში შეთანხმდა კიდეც უკვე გუშინ მოეწერა ხელი. კი ბატონო, დაახლოებით, როგორც ამბობენ, დაახლოებით პლუს მინუს 2 კვირა სჭირდება, რომ საბოლოოდ მთავრობამ სრულყოფილად დაიწყოს მუშაობა და რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე საქართველოს როგორც გერმანიისთვის მრავალი წლის პარტნიორი ქვეყანა რეგიონში, დღეს წესრიგში კვლავ
ამოიწევს. ანუ უხეშად რო თქვათ, მოიცლიან, ესე ვთქვათ, იმ გამოწვევებისთვის და იმ პრობლემებისთვის, რომლის წინაშეც დღეს საქართველოს დგას. ამიტომ კიდევ ერთხელ მგონია, რომ მოლოდინი მაქვს, რომ ზაფხული იქნება საკმაოდ ცხელი, გადატანითი მნიშვნელობით. ერთი მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ისა ევროკავშირის მხრიდან. საბოლოოდ ვიღაცის დასჯა ან ვიღაცის სანქცირება ხო არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი, ანუ ამ შემთხვევაში ჩემი როგორც მოქალაქის და ჩვენი პარტიის და ალბათ საზოგადოების ერთადი ნაწილის თვითმიზანი არის, რომ საქართველოს ისე არ მოხდეს, რომ საბოლოო ჯამში ეს ომი რაც ხდება უკრაინაში ბუნებრივია დასრულდება და ისე არ მოხდეს, რომ საქართველოს აღმოჩნდეს სრულად იზოლირებული და მარტო დარჩეს რუსეთთან, იმიტომ რომ ახლა თუნდაც მეგობარი აქტის მიღების საფუძველზე ამას აკეთებს ზუსტად ოცნება, რომ ერთი მხრივ ჩვენ ცხოვრობთ ახლოს ძალიან დიდ მტერთან, სამაგიეროდ ყვავდა ამდენი წლის განმავლობაში, საუკუნეებია ხო, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივულტვით. და ამდენი წლის განმავლობაში ყვავდა ისეთი პარტნიორი, როგორც ევროკავშირია და სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები და ახლა ოცნებამ გადაგუკიდა მეგობრებიც. ქალბატონო ანა, სხვა საკითხებსაც მინდა შევეხოთ, მათ შორის აი სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა გუშინ საქართველოს მეგობართა საერთაშორისო ჯგუფს წინააღმდეგობის პლატფორმა მეხუთე პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრას 5 სხვადასხვა პარტიის ხელმძღვანელი პირი ესწრებოდა, თუმცა ისევ არ იყო თქვენი პარტიის არათუ ლიდერი, საერთოდ არ იყო თქვენი პარტია ამ ონლაინ აუდიენციაზე, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი. აი, რა არის მიზეზები იმის იქნებ განმარტოთ, რომ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ხან ხართ და ხან არ ხართ და ხან ხართ მოკლედ წინააღმდეგობის პლატფორმის ნაწილი და ხან კიდევ არა. ნამდვილად ასეა, რომ ამ შეხვედრებზე, ნაწილ შეხვედრებზე მონაწილეობთ და ყველა შეხვედრაზე არ მონაწილეობთ, ასევე გიდასტურებთ ნამდვილად პრინციპში ფოტომასალას და ვიდეო მასალას გავცელდა, რომ გუშინ შეხვედრაზე ჩვენ არ ვიყავით, ამას ძალიან მარტივი მიზეზი და ახსნა აქვს. კერძოდ ის, რომ ამ თანამშრომლობა ჩვენი ამ პლატფორმად მოკლედ ქალბატონ სალომესთან ორი საკითხით შემოიფარგლება. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი და ეს არის ევროპული პერსპექტივის გადარჩენა. აქ შედის, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნების საკითხი, უპირველეს ყოვლისა. ეს ჩვენ, ესე ვთქვათ, თავიდანვე პრინციპში ახლა არ ვამბობთ ამას, ხო? თქვენთანაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ სხვა ლიდერებს და წარმომადგენლებს ბევრი აქვთ ნასაუბრები. თავიდანვე მხოლოდ ეს ორი საკითხი იყო, რაზეც ჩვენ თანამშრომლობაზე ვართ აბსოლუტურად ღია ამ პლატფორმასთან და არა მხოლოდ ამ პლატფორმასთან, დანარჩენ საკითხებზე ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენს პარტიას აქვს მაისისთვის ემზადება, მაგალითად ეს პლატფორმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ სამზადისში თქვენ არ ხართ ორგანიზაციულ ნაწილში ჩვენ ნამდვილად არ ვართ ჩართული. თუმცა რასაპირებთ 26 მაისთან დაკავშირებით ღონისძიებაზე იქნებით, ზუსტად არ ვიცით რა იგეგმება, მაგრამ ფაქტია, რომ არ ვიცი კონკრეტულად ამ ღონისძიებას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ალბათ ერთად გავიგებთ ამ ყველაფერს, მაგრამ რა თქმა უნდა 26 მაისი არის მით უმეტეს დღევანდელ დღეს იმდენად სიმბოლური თარიღი, ჩვენ ნორმალურ პირობებში ცხოვრობდეთ, პოლიტიკური აფილაციის მიუხედავად ერთად უნდა აღნიშნავდეთ ესეთ სიმბოლურ თარიღებს, მაგრამ არ ვართ სამწუხაროდ ნორმალურ პირობებში არ გვაცხოვრებს. აი რა პრობლემა იყო, რომ თუნდაც ამ დღის პრობლემაზე არ არის ნელა უბრალოდ დაკავშირებულ შეხვედრაშიც ყოფილიყავით ჩართული. პრობლემაზე არ არის, ჯერ ერთი ბევრი სხვა საკითხი განიხილება ხოლმე, ხო, მაგრამ პრობლემაზე არ არის. უბრალოდ ჩვენ ორ საკითხზე ვართ, რაზეც ვართ აბსოლუტურად ღია ყველასთან, მათ შორის ამ პლატფორმასთან. რაჭრება ორგანიზაციულ ნაწილს, ორგანიზატორები, როგორც ასეთი რაღაც კომიტეტია შექმნილი, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს და ნამდვილად ჩვენ აქ არ ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია, ჩვენი მხარდამჭერები 26 მაისს აღნიშნავთ თავის თავს. კი ბატონო და ბოლო კითხვა უკვე თვითმმართველობის არჩევნებზე მინდა დაგისვათ, ძალიან მარტივი კითხვა. მომზადება თუ დაიწყეთ ადგილობრივი არჩევნებისთვის, იმიტომ რომ ბოლო ინფორმაციით აპირებდით, რომ ასეთი სამზადისი დაგეწყოთ და აქვე რა არის თქვენი სათქმელი რიგითი მოქალაქეებისთვის, როდესაც მათთან შეხვედრებს მართავთ. ჩვენი პარტია ემზადება ნებისმიერი არჩევნებისთვის. ეს ახალი არჩევნები იქნება, საპარლამენტო არჩევნები ამისთვის ემზადება, მუნიციპალური არჩევნები იქნება, მუნიციპალური არჩევნებისთვის. ჩვენი პარტია ემზადება ნებისმიერი არჩევნებისთვის და თუ კი პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, რა თქმა უნდა, ამას ჩვენგან გაიგებენ. ხო, შეიძლება ეს კითხვა ხშირად ისმოდა ხოლმე და მაგალითად თქვენს ფორმულირებაში ასე არ იყო, მაგრამ ყოფილა შემთხვევები თქვენი კოლეგები კითხულობდნენ, რომ აი რა შემთხვევაში, აი რა პირობები, რა უნდა მოხდეს, რომ ეს ეკნათ და ასე ეკნათ. კი ბატონო, კი რაც ლოგიკურია აბსოლუტურად, მაგრამ იგივე რაც მოხდა გუშინ. ეს არის ცვლადი, ანუ
ქართული პოლიტიკა მით უმეტეს დღეს როგორ ეს არ მიდის ეს რაღაცა ერთნაირად არ მიმდინარეობს ხო პროცესი ხან ისეა ხან ასეა ძალიან ბევრი ცვლადზეა დამოკიდებული რა იქნება ხვალ რა იქნება ერთი თვის შემდეგ იგივე რაც მოხდა გუშინ ესეც ახალი ცვლადია შემდგომ მაგალითად პრეზიდენტ ტრამპი რომ მოაწერს თუ არა ხელს და მე დარწმუნებულია რომ მოაწერს ესეც ახალი პოლიტიკური მდგენელი იქნება ნუ ოქტომბრამდე ლელა იმდენად დიდი დრო არის დარჩენილი და იმდენად იცვლება ეს ცვლადები იმდენად ცვალებადია გარემოებები დრო იმაზე რომ ვთქვათ რომ არ მივიღებთ მონაწილეობას ამისი დრო არის ძალიან ბევრი დარჩენილი გიდასტურად რომ ჩვენი პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვისაც და მუნიციპალური არჩევნებისთვის და მართალი გითხრათ მე პირადად მიმაჩნია რომ ყველა პარტია ასე უნდა იყოს და რატო? იმიტომ რომ არჩევნები არის პოლიტიკური პარტიისთვის ლელა არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. გასაგებია საქართველოს არჩევნები როგორც ტარდება, მაგრამ არჩევნების გარეშე პოლიტიკური პარტია შეიძლება უბრალოდ დაიხუროს და გაქრეს.